Დღემშვიდობისა მეგობრებო, დღეს დაგიბრუნდით კვლავ ახალი ვიდეოთი და დღეს მინდა რომ გავაკეთო აი ეს მაკიაჟი და იმედია რომ გამომივა, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია და დღეს სახეს დავიტენიანებ ზეაიას კრემით, რომელიც შევიძინე საქართველოში და ცოტაოდენ იღა მაქვს დარჩენილი, სანამ კვლავ დაბრუნდები საქართველოში და კიდევ შევიდენ, იმიტომ რომ ეს კრემი ძალიან მომწონს მე პირადად. ვიცი, ჩემი თმა არის საშინო მდგომარეობაში და გავიშლი, ასე რომ არ შევიმჩნიოთ ჩემი თმა, მოდი ვფოკუსირდეთ ეხლა მაკიაჟის გაკეთებაზე. აი ამ მაკიაჟზე და დღეს მინდა გამოვიყენო აი ეს ჰაილაითერი, რომელიც გუშინ ვიყიდე და ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზია. აი ძალიან ლამაზია. და მოდი დავიწყოთ მაკიაჟი. მოდი ჯერ გავიკეთებ წარბებს და მერე გადავალ თვალებზე. კონტურიც არ დაგვავიწყდეს. ესე. ზოგადად ალბათ ამ დაღრელობის გამო თვალების სიშავე მაქვს. ბლაშით საკმაოდ ბევრი უსვია, სხვათა შორის ამ გოგოს აი აქ. აქ არ მიცდია ჯერ. ხონდა ნახდა, როგორ გამეტუჩებიც რაღაც ძალიან საყვარლად აქ და არ ვიცი. ნახდა. მუქი ყავისფერი უსვია ამ გოგოს. ესეც ასე. გონი სწორად მაქვს და დავიწყოთ ახლა პუნჯით გადანაწილება. არ ვიცი რატო ნერვიულობ. გამოვიყენებ აი ამას, ჩემს საყვარელ ფერს, რომელსაც ვგიჟდები. საწადო ჩემი პატარა სერკი. ყველაფერი რომ მეკარგება ხმე, აი ახლა ეს. არა ვარ კარგად. ბევრი არ უსვია, აი ასე. გამოვიყენებ. ეს კანის ფერს. თეთრი რაღაცა. არ მომწონს. ბრჭყალები დავიდოთ. აი ამას გავხსენებ. ნახოთ როგორ მომეწონება. ვაიმე რა ლამაზია. ვიღაცამ დამიწერა რომ მე ვინ გადის ამდენი ბრჭყალებით გარეთ. მე გავდივარ სხვათა შორის ამდენი ბრჭყალებით გარეთ. იმიტომ რომ ძალიან მომწონს. აი ამკაც გონა მოვხდებ ცოტა ჭყვირი ჭიჭკოტო. ამ გოგოს ოდნავ მუქი ფერი უსვია ცოტა ზემოთ. ხოთა მეც ვეცდები რომ ესე წავისვა ზუსტად. თუ შეგწერი, რა თქმა უნდა. გამოვიყენებ აი ამ უწვრილეს პონჩს და ერთ-ერთ მუქ ფერს, რომელიც მაქვს ჩემს ჩრდილებში. არ ვიცი რა გელაპარაკოთ ხოლმე, როცა ვიდეოებს წერს სხვათა შორის. რაზე უნდა ვისაუბროთ და მიწერეთ კომენტარებში, რაზე გსურთ საუბარი, სიყვარულზე, ცხოვრებაზე, ერაღში, ჩემს სამსახურზე თუ რაზე. სხვათა შორის ერთი საინტერესო ისტორია მაქვს, საინტერესო რა ჩემი ისტორია მაქვს, რომელსაც ახსნა გამარტება ვერ მოუძებნე სხვათა შორის, იმიტომ რომ ესეთი აბდური რაღაცაა, რომ დღემდე მე თვითონ მიყვარს, ანუ რა დავაშავე ამ ბავშვი, არ ვიცი. და მინდა რომ გაგიზიაროთ, ესე იგი. მოგყვებით ერთ ამბავს. თუ როგორ შევწყვიტე საუბარი ჩემს ერთ-ერთ თანამშრომელთან. ესე მოხდა. მე არაფერი არ დამეშავები ამ გოგოსთვის, ცხადია, მაგრამ ესე მოხდა, რომ ის უკვე აღარ მელაპარაკება. და რატო? შარშან წინ გავიწევი მეგონი გოგო. ჩვენთან სკოლაში გადმოვიდა სამუშაოდ, მე უკვე 6 წელია ამ სკოლაში ვასწავლე.
და ჩვეუბრად გავიცანივე მეგობრებოდი. ამ საფრთხეს საქართველოში ვიყავი, დაინიშნა ეს გოგო. და მიულოცე რა თქმა უნდა, რომ ჩამოვედი ერახში და ვიწყეთ სწავლა, რომ ნახე, მიულოცე, მეთქი მანახე შენი მეუღლის სურათები ძალიან გამიხარდა. ის რო ბედნიერებას ჯანმრთელობას. მე მგონა, კარგი ურთიერთობა მქონდა ამ გოგოსთან. ანუ ყველასთან კარგი ურთიერთობა გვცდილობ ზოგადად, რომ ყველასთან მქონდეს კარგი ურთიერთობა. ამ გოგოსთანაც, რა თქმა უნდა, არაფერი დაუშვებია, მეც არაფერი დამუშავებია, მისთვის პირიქით ვლაპარაკობდით ხოლმე. მეგობრებოდი, წერდა ხოლმე ეს გოგო სოციალურ ქსელში სტიმულს მაძლევდა და ერთხელ დავდე ვიდეო სტორზე, ინსტაგრამზე, როგორ რეცხავდი ჭურჭელს და მგონი მითხრა, რომ მე ძალიან დამამშვიდე შენმა ჭურჭლის რეცხვა. მეთქი მადლობა, კიდე გავიმეორებ თუ ესეთ მოგეწონა მეთქი. იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია მსგავს სიტყვები, ძალიან მიხარია, როცა მსგავს რაღაცებს მეუბნებიან ხოლმე. რამდენიმე თანამშრომელს ჰქონდა ქორწილი და ყველგან წავედი, იმიტომ რომ ძალიან მიხარია ქორწილებში სიარული, გამოპრანჭვა რაღაცა ესა და თან აქაური ქორწილებიც ესეთი განსხვავებულია და მომწონს აქ სიარული ქორწილებში. ესეთი საქართველოში როგორც არის, ესეთი არის, რა თქმა უნდა, ესეთი კარგი და ესეთი გრანდიოზული, მაგრამ აქაც არის მშვენიერი ქორწილები. ძალიან მომწონდა ჰაილაითერს წავისვა. ძალიან მომწონს ხოლმე ასვლა ქორწილებში. მეთქი ამასთან სწავლებ, რომ მეთქი რატო არ შეიძლება დაპატიჟოს მთელი სტაფი. როცა ეს გოგოც ძალიან ბევრგან ყოფილა ჩვენთან ერთად ქორწილებში და მეთქი თან ვარჩევდი, კარგა ხნით ადრე მეთქი რას ჩავიცო. მოვიდა უკვე დაპატიჟების დრო. და ჩემი თანამშრომელი მეკითხება, მიიღე მოსაწვევი ამ გოგოსგანო? ძირითადად ინსტაგრამზე აქციონია ხოლმე მოსაწვევებს, რომ ამ ადგილზე გეპატიჟები, პატარა ისევ სურათი ვითარი. ამ ადგილზე გეპატიჟები, მობრძანდი ამ დროს. მეთქი არა, არ მიმიღია რა მოსაწვევი. თუ მე ამ გოგოს დავაპატიჟებია რამდენიმე ჩვენი თანამშრომელი და მე გამომტოვა და მოსაწვევის მიღების შემდეგ ისე იქცევა ეს გოგო თითქოს არც მიცნობს. განამარტო მე, ჩვენი რამდენიმე თანამშრომელი არის დაიგნორებული ამ გოგოსგან. როცა ვკითხე ჩვენს თანამშრომლებს, ვინც არ დაპატიჟა, მეთქი თქვენც არ დაგპატიჟათ ხო და მის მერე გეპატიჟებთ თუ არა თქო, ანუ ველაპარაკებთ თუ არა თქო. ყველა მოგნება არა. და ახსნას ერთ-ერთი ვერ ვუძებნი. როგორც როცა ვხედავ ხოლმე რა თქმა უნდა ყოველ დღე მიწევს მასთან კონტაქტი რა, ჩემი კლასის წინ აქ კლასი პირდაპირ. თვალში გაყლის დრო რომ მოდის, ეს გოგო გვერდზე იხედება. რატო უშავი ამ გოგოს არ ვიცი. აი მამშუქებისგან თვალი ამეჭრა, მართლა ამეჭრა თვალი. აი ეს არის ერთ-ერთი ღია ფერი. გონა ჩემი მაკიაჟი მორჩა. თუმცა გავიშლე ხო? და მე მომწონს. ამ მაკიაჟს რა დავარქვა არ ვიცი, ან რა ქვია ამ მაკიაჟს მართლა არ ვიცი. ინტერესებს თქვენი აზრი, მაინტერესებს ან თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილზე და აიგნორებდით. თუ უბრალოდ whatever. ძალიან მიგვერს, იმიტომ რომ მოგონია რომ არ დამისახურებია მსგავს მოპყრობა, მით უმეტეს ამ გოგოსგან. კარგი ურთიერთობა მქონდა სულ და არასოდეს არ მიმწყინებია და პირიქით მასაც არ უწყინებია, ჩემთვის ნორმალური ცივილური ურთიერთობა გქონდა და ერთი ესე შეიცვალა სიტუაცია. ჩემი დღევანდელი მაკიაჟი, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, გამოიყურება აი ესე. გამეხარდება თქვენი უკუკავშირი, ძალიან გამახარებს და მინდა რომ თქვენი მოსაზრება მოვისმინო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.